ვერთმა გაგაცნიოთ მარხვა უკვე ბოლოსკენ მიდის ფაქტიურად რამდენიმე დღე დარჩა და აქ უფრო უნდა გავაქტიურდეთ, უფრო მეტად მოვინდომოთ, უფრო მეტად ავიყვანოთ ჩვენი თავი ხელში, ასე ვთქვათ, მეტი ვედრება ღვთისადმი, მეტი მღვიძარება, მეტი უფრო სულიერი წონასწორობის დაცვა, მეტი თავშეკავება, მეტად უფრო ფიქრის სულიერზე და სულიერ სიმდიდრეზე და არა მიჯაჭვულობა მიწიერზე და მიწიერ ფასეულობებზე. მეტი ხალისი, არ უნდა ჩამონტირალი სახით ისა ყოფნა მარხველი, უნდა იყოს მხიარული, უნდა იყოს ნეტარი, უნდა იყოს სუბუქი, გამჭვირვალე ღვთისმადლისთვის. სულიერი ბალანსი შეინარჩუნოს, ებრძოლოს ყველა შფოთს, აღრეულ ცხოვრებას, ათესნაირეს ვთქვათ, მიზეს, რომელიც მასში დისბალანსსა და სულიერ გაუწონასწორებლობას გამოიწვევს. ეცადოს, რომ მარხვა მის იყოს სულიერი და არა ფორმალური, შემწყნარებული იყოს თვითონ, მოწყალე იყოს, ვთქვათ, მობიერი იყოს სხვათა სისუსტეების მიმართ, სხვისი, ასე ვთქვათ, ცოდვების მიმართ უფრო მიმტევებელი იყოს. ადამიანური ფაქტორები გაითვალისწინოს, რომ თვითონაც ადამიანია და ყველა ჩვენ ერთი ადამიანური ბუნება გვაქვს და ერთნაირად გვეშლება, ერთნაირად გვცივა, ერთნაირად ვწყური, ერთნაირად ვშია. ფაქტურად ყველას ერთნაირი სისუსტეები თუ სიძლიერები გვახასიათებს და ადამიანური ჩვენთვის და ადამიანური დაცემები თუ წამოძიკებები უცხო არ უნდა იყოს და მეტად შემწყნარებლური უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ დღეს სხვა დაეცა, ხვალ შეიძლება ხვალ თუ ზეგ გვარი წერება, მაგრამ ჩვენ უარესი ჩავიდიროთ. ამიტომ არ უნდა განკითხვა, გასამართლება, განსჯა ღმერთ ბავშვებს ყველას გადასახე თუ უკეთესი გახდება, გაგიხარდეს უნდა, თუ საუკეთესო გახდება, ლად გადასარევია, მაგრამ უცურვე ყველას რომ უკეთესი გახდეს და კარგი იყოს და მაშინ შეც სხვებს რომ აჩვენებს შენ კეთილგანწყობას, სხვებიც სტიმულირებული იქნებიან და დახმარებული იქნებიან იმითი, რომ შენ მათ უსურვებ სიკეთეს, მათ განიკურნებიან ისინიც აზრობრივი სიკეთე გაუშვი აზრით, ყველა სიკეთე უსურვებ სიტყვით, საქმით და იმათაც სტიმული მიეცემოთ, როგორც აღნიშნე და მაგალითი რომ უკეთესი გახდნენ და არა მარტო სხვას მოთხოვო, სამაგალითოობა და სხვისი გამოსწორები დაიწყო და შენ თავს კიდე ბოლოს უთხრა საყვედური, არა, ჯერ საკუთარი თავის იცით გამოსწორები დავიწყოთ. ამიტომ ამას უნდა დიდი რწმენა, მონდომება, ცოდნა, მორჩილება, თავისუფალინების სწორი და მართალი გამოყენება, ლოცვა, რიტუალების დაცვა შეძლების და გვარად. რა თქმა უნდა, ამას უნდა ურთიერთობა მოზღვართან, რჩევის აღება, როცა კარგად ახლა უნდა რა თქმა უნდა მოზღვარს კითხო რაღაცა, როცა გიჭირს რაღაც პრობლემა გაქვს, მით უმეტეს მაშინ უნდა კითხო და რაღაცა ზოგჯერ საყვედურიც მიიღო, მაგრამ ეს როგორც ღვთაებრივი პედაგოგიკა და გამწვენებელი ტალახი, როგორც მაკურნებელი სალმუნი ისე უნდა მიიღო, შემდედებელ შემახორცებელი და არა როგორც რაღაცა ისეთი მექანიკური ეპიდემია, რომელიც ჩვენ გაბკოლებს და სულიერად ხერხემალში გაგამრუდებს, რა თქმა უნდა არა. ასე რომ უნდა გარდაიქმნა, უკეთესი გახდე, ახალი ადამიანი ხდება ქრისტიანი. შობა რა არის? ჩვენს ის იშობა ქრისტე, ერთ დღეს კი არა, ეს დიდი ხანგრძლივი შრომატევადი საქმეა, დიადი საქმეა. რომ თანდათანობით ადამიანი ქრისტეს მიემსგავსება მადლით, ღმერთი კი არ ხდება, ღმერთს მადლით მიემსგავსება, განიღმრთობა, თეოზის გადის და სულ სხვა მყოფობაში, სხვა ეგზისტენციაში გადადის და მისი შეგრძნება იმისა, რომ უფალი მასში არის, მძაფრდება და მწვავდება და უკეთესად გრძნობს სხვის სიკეთეს, სხვის გაჭირვებას, ღმერთის მასში მყოფობას და ყოველგან მყოფობას უფლისას შეიგრძნობს და ტკბილად შეიგრძნობს ამას, როგორც რაღაც სიტკბილი სიხარულებრივი განწყობა ნეტარებას და ეს მას გარდაქმნის. ძველი კაცი კვდება ჩვენში და ახალი იშობა ქრისტეს შობასთან ერთად. ძველი ცოდვილი კაცი თუ არ მოკვდა, ახალი როგორ იშობა? ის ძველი უნდა მოკვდეს, ის ძველია ეგო, რომელიც ეწინააღმდეგება ის ეგოიზმი. ეს ეგოიზმი არის ყველაზე ცუდი, რომელიც ყველაზე დაბალი დონეა ადამიანის თვითგაცნობიერებისა, თვითიდენტიფიკაციის ყველაზე მდაბიო დონეა ეგოიზმი. უკიდურესი მით უმეტეს ეგოიზმი, რომელსაც დღეს თეატრი და არენა დღეს უკიდურესი ეგოიზმისაგან მიდრეკილი ხალხის, მაგრამ ჩვენ კარგი გადავიღოთ, სხვებსაც კარგი უსურვოთ. ძველი კაცი მოკვდეს, რათა ახალი იშვას, ახალმა ადამიანმა ჩვენში ახალი ადამიანი შვას და მიგვამსგავსოს
საკუთარ თავს, იმიტომ რომ მოგცა ხატება, რათა უფალს მივემსგავსოთ ჩვენ. ეს სწავლება, ჰარმონიული სწავლება ამის გაკეთებისა, თეორიული თუ პრაქტიკული, ყველაფერი პრაქტიკული აქვს სწავლებაში, მოგვეცა მართლმადიდებელი სარწმუნოებით, სადაც ყველაფერი ჰარმონიზირებული და კოჰერენტული ერთმანეთთან, რომ შეუძლია ადამიანს მიენდოს და ყველა მართალ კითხვას სწორი და მართალი პასუხი ექნება. ყველა ლოცვას და ვედრებას ყოველ დღე ღვთისაგან აუცილებლად მადლი მოყვება და განაახლებს ხოლმე ჩვენს უფალთან მყოფობას და მასთან ერთად ყოფნას და ჩვენს გშობს, სულ მუდამ ახალ ადამიანად გშობს და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მცირად მაინც წინ წავიწევთ ამ ძიმე ცხოვრებაში და უფრო მეტი და უკეთესი გავხდებით, ვიდრე ვარ, რასაც ყველას გისურვებ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს სიხოს თქვენ ყოველთა თანა.